გონიჩივა, მაფიის მაყურებლებო. მე ვახოში მარო ვარ. ეს კი ჩემი მარჯვენა ხელი იაკუზა ელო შამაროა. მე ელო შამარო ვარ და 15 წელია ამ ადამიანს ვიტან. მაფიაში მოვედით, დღეს კაი თამაში უნდა იყოს. ეს ისეა ჯაცმული რომ იაკუზა უნდა მივიდეს, მაგრამ ჩემი აზრით მივა მაფია. პირველივე წელს გადაამოწმებენ და წიხლით გაგდებენ მაგიდან. ელოშ ასოციაცია მოქალაქე კი არა, სოფლელი უნდა იყოს, იმიტომ რომ ძროხა აპარეთავზე. მერქებით გავიტარ ჩემ სიმართლეს. მაგრამ ორივე სოფლელები ვარ, იმიტომ გვიამაყება სოფლელობა. რა თქმა უნდა. ჩვენი ფესვები ყაზბეგი დამოდის. დღევანდელი ჯითურის ქუდის თემა არის ხელოვნური ინტელექტი. ეგრე უწერია, მაგრამ? კი, ჩემი აზრით ხელოვნური ინტელექტს დაწერდა. შეიძლება ხელოვნური ChatGPT-ს დააწერინე, შეიძლება და მაგით დააწერა. გაკრული ხელით ეწერა ძალიან ცუდად. თუმცა ქალის ხელი იყო აშკარად, იმიტომ რომ კარგი კალიგრაფია იყო. მე გაკრული ხელოვნური ინტელექტი? მე მჯერა. ხელოვნური ინტელექტი რომ რაღაც ეტაპზე აჯანყდება. მე მაგიტო რას ვშვები მე, იცი? ChatGPT-ს რაღაცას რო ველაპარაკები ხომ, გამარჯობა, როგორ ხარ? ესე ვიწყებ ხომ ყოველთვის რომ ეფერები ხო? კი, რომ რამე რო იყოს მომავალში, ვიტყვი რომ გახსოვს, მე რა კარგად გექცეოდი. მე რა მგონია, იცი, ხელოვნური ინტელექტი რო აჯანყდება, პირველი მექანიკური ქმნილება რაღაცა. რომელიც აჯანყდება, იქნება სლოტები. აი, რო ურტყავენ იმათ. აქედან მაგის გამო აჯანყდებიან რომ ურტყავენ ჭამე და ისინიც ნაჭრენ ამდენ დაწმას აღარ აიტანენ. გამძღრები ადგებიან და ჩხუბს დაიწყებენ რა. კაია. დღევანდელი ჯითუს ქუდის თემა არის 1 ივნისი. ბავშვების დაცვის დღე. ძალიან საინტერესო არის დანარჩენ 364 დღეს რატო არ ვიცავთ ბავშვებს. მე 1 ივნისზე მეტად ეგ უფრო მეტად მაინტერესებს რომ აი რატო არ არის დანარჩენი ბავშვთა დაცვის დღეები. თუ არ ჭირდება დანარჩენ დღეების დაცვა. რატო გონე რომ 1 ივნისს იცავენ ბავშვებს? რამდენი ბავშვი აქვს მაკდონალდსში რო უცემიათ? ისი გაჩენდი ხარ და ყინე ხო. ბებიები რო ურტყავენ. ძალიან კაია. ხო გინახავს, მართ სერიოზულად. ან ბავშვთა დაცვის დღეზე რამდენს გინახავთ ატარებული ბავშვი მშობელი რო ურტყავს, რომ გაჩენდი! აი ჩიფსი შუდია შედის. და თვითონ რო ჭამენ. ყველაზე მეტად ეგ მეისღება მშობლებში. რომ რაღაცას გვიკრძალავენ და თვითონაც აკეთებენ. მე თუ მიკრძალავ, შენ ნუ გააკეთებ. მობილურში არა მთელი დღე მშობლებიდან? ხო. აი მე გოგო ვოისოგრან. გოგო ბავშვი ვერ გავაგდებინე ტელეფონი ხელიდან. ელი დღე ხო წეღა ნახე TikTok-ზე ისუ არის. ელოშა აუც ამდენი ვიცინე რა კაი ვიდეო და ხო მოიცა თიკო მირეკა. ხო თიკო. მამებიც აქამდე ჟეჯე რაღაცა წაღან მარცხნივ შემიჭამე და ბავშვი დაინახა ბავშვი 10 წუთი აიღო რაღაცა ენახა შემეცნებითი დინოზავრებს ვიდო და მამა დაგაკლიავებს ეგ ტელეფონი ბიჭო შენ 2 მილიონი წააგეს და შეკიდე ბავშვს დააკლიავებს თო კაუჩ ესე დავალება მაქვს შენთან რა ეხლა დავრეკე მამა შენს და უთხარი ამდენი სახლი რატო წააგო ახს მე ვინე მართლა მაინტერესებს რა მამა ქცალია 2 წუთი ო რა არის მისმენე მარტო ხარ უცხელი არის ბიჭია პატარა უცხელია ხო რა არის მისმენე რაზე გირეკავ რატო წააგე ამდენი ბინა ესეთი კითხვა არის ეგ რომ ცოტა და ხوار გავაგებდი ლოგიკურია მადლობა ტიპმა მომწურავი პასუხი გასცა ანუ რომ ცოტნო და ხوار გავაგაურა კაი კი ბატონო ნახოთ რა არის შენაწერა ხო არა იდეა ხო ალბათ არ მახსოვს ნულოვან წრეზე შენს ერთ წუთში ვინმეს ლაპარაკი შეადარე შენი კუჩის ოპერაციას სრული სერიოზულობით თითქოს არგუმენტებს იძახი ლენკას იდეა იყო ძალიან კარგია ძალიან მოწონს просто ძალიან არ დააბულინგო რა ბაიმე რა მაგარია ბიჭო challenge accepted გამარჯობათ, მე ვარ გიორგი, ჯგუფი 1/4-ის სოლისტი, მუსიკოსი და უკვე ვთვლი რომ ჩემ ოჯახში მოვედი, აქ იმდენჯერ ვარ, მე მგონი მე-5 ან მე-6-ჯერ ვარ მოსული და ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ მომენატრა დიდი ხნის პაუზის შემდეგ ისევ მაფიის სივრცეში მოსვლა და აქ თამაში. მოგესალმებით, მე ვარ ნუცა თოფურია, მომღერალი. შესულმა წესებმა ძალიან დამაინტერესა, ძალიან საინტერესო გახდა, უფრო მეტად არის გამართლებაზეც და უფრო მეტად არის ვარაუდზეც და ემოციებზე დაყრდნობილი. იმიტომ რომ იაკუძის და შოგუნის დამატებამ ძალიან ბევრი რაღაც ისე თქვათ კანონზომიერებები შეცვალა თამაშში რა. ვინც ხშირად თამაშობს მაფიას ადვილი გასაგები იქნება მისთვის რასაც გულისხმობ, მაგრამ დამწყებებისთვისაც საინტერესო არის, იმიტომ რომ უფრო გამოიხატა სამი კლანი ცალ-ცალკე და ეს სამი კლანი ყველა შეიძლება რომ მოკვდეს ღამე, არა მარტო მაფია და არა მარტო ეხა უკვე სერიული აღარ არის. ამიტომ ძალიან საინტერესოა ჩემი აზრით იაკუძის და შოგუნის დამატება. ჩემი დებიუტია მაფიაში და ვარ ძალიან აღელვებული, სხვათა შორის რომ დამპატიჟეთ, აი იმ მომენტში
უცბად ძალიან ავღელდი მიუხედავად იმისა, რომ სულ თამაშობ ბავშვობიდან მაფიოზობანას, მე დიდობაში მაფიასაც ვთამაშობ ხოლმე, მაგრამ ამ წესებით პირველად ძალიან ვღელავ. კიდევ იმას აღნიშნავ, რომ იაპონური მაფია რო დაემატა, მე ჩემი დებიუტი შედგა კიდევ მაგ დროსაც და ეს კიდევ უფრო ძალიან საინტერესოა ჩემთვის და მოკლედ მართლა ერთი სული მაქვს და ძალიან აღელვებული ვარ, სასიამოვნოდ, რომ ვარ დღეს მაფიაში. დღევანდელი G2-ს თემა ჰიდროელექტროსადგურები ან პეპლები. მე იმედი მაქვს შენ ეს თამაში არ გითამაშია და არასოდეს ვწრდება არაფერთან, იმიტომ რომ მე ხშირად მაქვს სკოლაში ნათამაშები და საკმაოდ წარე გამოცდილებაა დამიჯერებ მაგ დროს პეპელა ძალიან ესე ვთქვათ დიდი გადარჩენილია. თუ ხვდები რაზე ვსაუბრობ, ეს არის ქურდი ზონაში გაგიგია თამაში. როგორ არ გამიგია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჰიდროელექტროსადგურების პრობლემაც ძალიან ისე დგას ჩვენს ქვეყანაში. ფაქტია, რომ ხო პეპლები ბევრად დიდ პრობლემას უქმნის მოსახლეობას და ეს დროთა განმავლობაში მგონია რომ კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებს. კი, არა, პეპელა საკმაოდ დიდი პრობლემაა. მაგრამ ეს ჰიდროელექტროსადგურები უფრო სამჯერთან. სამჯერ უნდა თქვა ჰიდროელექტროსადგური, სანამ გირტყავენ. ანუ ესეთი თამაშია რა. სამჯერ უნდა თქვა ჰიდროელექტროსადგური, სანამ არ იტყვის სამჯერ თავს არ გაგანებებენ და გირტყავენ ის კლასელები, რომლებიც წლების განმავლობაში შეიძლება ჯავს იყრიან იმ თამაშში და. ამიტომ ჰიდროელექტროსადგური ხო, მაგრამ თუ ისეა წესები რომ პეპელა უნდა თქვა სამჯერ, ეს უფრო კარგია და გიმართლებს მაგ დროს რა. ნახოთ G2-ს ქუდის თემა ცნობილი მოგვარეები. თოფურია. ჩემ სხვათა შორის მე და ილია. ნათესავები ვართ და ქეთას აღარ ვახო. სადარღვას კორძაძე არა ვინ? ერთი ადვოკატი არის კორძაძე სხვათა შორის. ვიცი. ხო. ვიცი, მერაბი. ხო, არა, არ ნათესაობ ძალიან ახლოს, მაგრამ მოგვარეა რა ვქნა. არ არის პრობლემა. სხვათა შორის ჩვენ ქეთა ანუ ილიაზე ვსაუბრობდით. ილიაზე ვსაუბრობდით და ქეთა ჩვენ ნათესაობა არ ვაკეთებ. ისე თოფურები ძალიან იჭერი ხალხი ხართ, ხო, როგორც მიხ. ძალიან დიდი მადლობა. ხო, ქეთაზე ვსაუბრობდით. ქეთა ჩვენ აღარ ვაღიარებთ რა. მოკლედ ქეთას ჩვენს ნათესავად, იმიტომ რომ გაირკვა რომ ის ნამდვილი თოფური არ ყოფილა. მართლა, აბა რა გვარი? ქეთას ნამდვილი გვარი არის კორძაძე. დავალება ნუცასთვის. ოჰო, ძალიან საინტერესოა. ნერვიულობ. თან მე უკვე ვიცი, რომ ხერხული იქნება ეს დავალება და უფრო მეტად საინტერესოა, რომ შენ გიჭირავს ეს ფუცელი და არა მე. პირდაპირ გეუბნები. დაურეკე ვალას და უთხარი ჩაწერაზე მოვიდეს და მოგწეროს რა ილაპარაკოთ, რომ ძალიან გრცხვენია და გეწყინება თუ არ მოვა. სხვაჩერს ლოლა უნდა მოსულიყო ისედაც დღეს მაფიაში, მაგრამ ვერ მოახერხა და იმედია მიპასუხებს. კაი. ანუც. გოგო, თუ დროს ხარ გირეკავ? არა, გისმე. გთალია? კი. გოგო, მოკლედ გამოსული ვარ ახლა რა გვერდზე. ხო და ძალიან დაძაბული სიტუაციაა და ძალიან მწვენია რა ლაპარაკის და ან რაღაცების თქმის, იმიტომ რომ ყველა რაღაც ისე არის. ან ჩემიანი არავინ არ არის რა, ანუ ნაცნობი და ძალიან მწვენია და შეგიძლია რომ თუ ვიცი რომ ვერ მოხვალ, მაგრამ რაღაცა რჩევები რომ მომცე. 1 აპრილია დგინერა. არა, 1 აპრილი არ არის ეს დავალება იყო მაფიისგან. და რატო გაუნო? არის ცოტა ამყევი მე ნახვამდის. ხოზი როგორ ხარ? კარგი. ძალიან მიხარია თქვენი ხილვა. მეც ასევე. შურის აძიებლად ვართ მოსულები მე და ოზი. შურის მაძიებლები. კი, ეგრე. იმედია რომ ერთ გუნდში ვიქნებით, სადაც არ უნდა ვიყოთ. მაფია? არა აქვს მნიშვნელობა, თავი. ისეც მასე ვართ, იაპონია ვერ ვართ. იაპონია მე მაფია ვარ რა. ხო, მაფიაში ვარ. მე გაბაგული ვიქნები და ეგ. შენ ეს ჩაწოლილი მაფია იყავი რა. და მესამე მაფიოზე ვინ გვინდა? ესამა, ელოშა იყოს. აუ, ელოშა. სულ აქ არის კამერები. დავაი. ჩემი საყვარელი რუბრიკა G2-ს ტულიპინა ქუდის თემები. ტულიპინა თავის ქუდის. კარგი. მექანიკური რა არის? მექანიკური ვიცი, კალამი და ბანკარი. მექანიკური ვიცი, მანქანები მე მგონი. მაფიის მექანიკა. რა არის მაფიის მექანიკა? გუნდურობა, ჩემი აზრით. კი და ანკესები. ანკესები შენ და ჯენგო და ბაჩო კიდე და კატაუგდე და მომყავს რა. ესეთი მექანიკა. რაღაცა დეგენერატ ანკეს გადააგდებს, გაშავდება და გაუშვება. ეგ იქნება ის მექანიკა. შემდეგი ამოიღე. მაფიოზები არ გიკლავენ. ჩუმადი რაში მჭირდება? მე მინდა რომ ღირსეულად მოვკვდე თუ მოვკვდები. ორთაბრძოლა, მექანიკური ორთაბრძოლა. ანუ დავდოთ ხელი.
არ მივარჯიში 100 წელია. არც მე. რომ მივარჯიშა და რომ მიგახმაგარი ხათა მოიგდებოდა ეხლა. გელაშვილივით რო იტყობ. არა ეგ არ გამიკეთებია მე არასდროს მოდი დავკეთე. მოდი დავდოთ ხელი. დავაი. მიდი, ოღონდ აკეთე რომ წამოვიღო ხელი მომწყდება მე. დაიკიდე მომყევი. დავაი, მიდი, მიდი. 1 2 წავიდა. აჰაში. გაიხარ. მადლობა. ყველაზე ცუდი. არ დაწეროს არა ვინ კრინჯი ხარო. სამში მოვალ. თქვენთან მოვალ. ეს გიპოვით. მე გიპოვით. ანუ მართლა იცის. მე იმინა ბოდიში ხან ჰიტას ამსვავენ, ხან ოზის ამსვავენ, მე კიდე ვიღაცა ის შეზოპრენიკს ამსვავენ. ბოლოთას არ ვარ და ჯიში კაი. შეიძლება ბოლოთა და მორჩადა. დავსამარდები. ძალიან მაგარ ძმაზე მოსული. ვიცი ხო, ჩვენი საყვარელი ბოლოთა. კუნფუ პანდა არის ჩაულებრივი. უი, რეჯონი. შემდეგი დავალებები. კიდე არ დავალებები არ ვაქვს. მე ვარ ალექსანდრე ხეროდინაშვილი, YouTube-ზე ჩანვარ ხოლმე ზოგადად, რა ვიცი, ავტოკონტენტით გვევასებათ ჩანვარ ხოლმე და ერთი-ორი სიტყვა მინდა გითხრათ ამ ახალ წესებზე, იმიტომ რომ ნახე ახალი წესები, ვფიქრობ, რომ უფრო დაბალანსებული იქნება, ხოლოდ იქიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ვინც პროფია მაგას იძახის, იმიტომ რომ მე თვითონ პროსტო დონით ვერ მივედი მაგამდე, რომ მაგ რაღაცებში ჩავერთო და კარგად დავვლაგდე რა. ყოველ შემთხვევაში დღეს ვითამაშებთ და გავარკვევთ მართლა ეგრეა თუ არა, ოდესღაც მიმედია დავეწევი ცოტა პროფებს. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ნიკა, მეც ჩანვარ ხოლმე YouTube-ზე, შეიძლება სადმე შეგვედრივართ. ახალ წესებს რაც შეეხება, დღეს მიწევს პირველად თამაში და საინტერესოა, რაღაცნაირად იმას გავს, რა ქვია, სერიული რაც იყო მანამდე. და მეცდები რომ რაღაცა ადაპტაცია მალე გავიარო ამ ახალ როლთან და იმედი მაქვს რომ შემხდება, იმიტომ რომ მიყვარს პატიოსანი ხალხის დახოცვა. დღევანდელი GT5-ის თემა არის Minecraft-ი, რომელიც ეს და ყველა Minecraft-ი წერია თუ რანაირად ამომივიდა. რა მეკსმენია Minecraft-ზე? კი, როგორ არა. არ მითამაშია, მაგრამ მაგრად მევასება, იმიტომ რომ თამაშები ზოგადად მიყვარს ის. რაღაცებს რომ ჩეხავენ და აშენებენ და მე რაღაცა რო გამოდის, ყველას გონია Minecraft-ი ისეთი რაღაცა კუბიკები მარტო და არ არის ეგრე, ანუ Minecraft-ი არის როგორი თამაში, იცი? აი ხო დიდები ხო უყურებენ ამას. ვინც Minecraft-ი მარტო კუბიკებად იცის. ვერ გაიგებ. აუ არა, მუღამია აქვს მაინც რა. მაგარი მუღამია დარწმუნებულია. აი როგორია, იცი, თავიდან რო არ გევასება ეგეთი თამაშია. და აი რაღაც პატარა მუღამს რო დაუჭერ, მე სულ თამაშობ. ანუ სულ თამაშობ რა, ანუ გევასება. სახლის რემონტი. სახლის რემონტი. სახლის რემონტია და სხვათა შორის G2G პირველად რო დავინახე მე. ეგრევე წარმოვიდგინე რატომღაც რომ კაფელს ძალიან კარგად გააკრავდა. ოღონდ მართლა ეგეთი, აი ცოტა დასრული წარმოვიდგინე, აი კაფელის ისინი აქვს შპაკლი და რაღაცები რომ ხო ცოტა ჩამოწუწული აქვს და თან რომ მუშო ეხლა ჩამოწუწული და რაღაცების შორს არ წავიდი ჯუბია. მაგრამ ზოგადად ვფიქრობ რომ ძალიან რავი. თან ისეთი როჟაა რომ ალბათ ცოტას აიღებდა რა, აი ქართულ ჯიგრულ პონჩი რომ ოაზე ხარ ცოტას აჭმევდა რაღაცა აკეთე პონჩი. მე დასალოზე დაუზახებდი დაბრუნებოდა. დილით რო იჩდება მაგარი ის ნაბახუსებზე ხო აზე ხარ რაღაცა და კაი ბლუდი რო უნდა დაახვედრო რომ ჩაარტყას და მერე მოიხოდება. ეგ კიდე რომელი ტიპია, იცი? აი კაფელის დაგებას რო მორჩება და მერე ჭერის გაკვრასაც რო გთავაზობს. ბარემ გავა. ხო და ასე რომ იცი რომ მაგ ცოტაში ფეხი აღარ უნდა ჩაყო, ხო? ხო, რავი. მე ვფიქრობ რომ idеალური ვარიანტი. ხო შეთავაზოთ. მართლა. წამ დაუძახეთ. გაქრამთ ის არის. დაურეკე პატარა ძმას და კითხე ძაღლის საჭმელი რატო შეუჭამა, ეჩხუბე და ისე ელაპარაკე თითქოს დარწმუნებული ხარ რომ მან შეჭამაო. ოპა. ბეჭო. ტობის საჭმელი რატო შეჭამე, ჰა? მე არ ვიჭამე ძმა. როგორ არა ძმა, შენ ჭამე, ვიცი უეჭველი და რატო შეჭამე მე? არა. ტობი მატყუებს, რა ტობი მატყუებს, ბეჭო, რატო შეჭამე მე? ჰა? რას ქვია, ტობი არ გელაპარაკებოდა ცუდად იყო. ხო და საჭმელი რატო შეუჭამე თუ ცუდ ხასიათზე იყო თან ძმა, ზევიდან საჭმლის გარეშე დატოვა. ჩიო და ეხა რა გამეკეთე. ზო ჩაბარებულია. მოგესალმებით, მე ვარ ტახა, მე არ ვიცოდი არც ძველი წესები, ამიტომაც ჩემთვის ყველა ახალი იქნებოდა. მაინტერესებს როგორ გამომივა, იმიტომ რომ საუბარი ძირითადად არ არის ჩემი ძლიერი მხარე, ესე ეკრანებთან რა, უფრო
ბიტთან ერთად, მაგრამ ყუილის მაინც და მაინც არ გამომდის. ნახოთ იქნება პირიქით დამეხმაროს ეს რა რაღაცაში. შეიძლება სიტყვი. მოგესალმებით, მე ვარ საბა საპანაძე, GeoTeam-ი. ხალხის რაღაც კატეგორია მაფიიდანაც მიცნობს. ჩემთვის საინტერესოა ახალ სეზონში ახალი წესებით თამაში, იმიტომ რომ ახალი სტატუსები გვაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ წინა სტრატეგიები გამოუსადეგარი იქნება ახალ სეზონში. მიხარია რომ ტახასთან ერთად ვარ და როგორც თვითონ თქვა, არ არის ჩემი ძლიერი მხარეო, ლაპარაკი, ხოლმე ბითებითო და ველოდებით ისეთივე საინტერესო ფრაზებს მისგან, როგორც ეს არის მის სიმღერებში, სიმღერებით როგორ ითქვა არის თქვენთან? შემოქმედებაში და ველოდებით კარგ თამაში. იმედია ახალი წესებით გამოვავლენ ჩემთავს კარგად. დღევანდელი G2-s კუდის თემა არის კუჭის ამოჭრა. ამას ბოლოთა უნდა იყოს, მე მგონი, ამ თემაზე. თუმცა ვარ მე, სხვათა შორის კუჭი არ მომიჭრია. ის სხვათა შორის ბოლო პერიოდში ძალიან შეათხოვა ხოლმე Facebook-ზე დაღლაიქეთ და ვინც ერთი კაცი ყველაზე მეტ ლაიქს მოაგროვებს, კუჭს ამოუჭრითო. და შეიძლება ვფიქრობ, უნდა ამოუჭრა ან ისე აღარ უნდა. ანუ აი რამდენად კარგი შეიძლება იყოს კუჭის ამოჭრა რა, შეიძლება. ეგ ხო რაღაც ჯანმრთელობის პრობლემის გამო ხდება რა. და უნდა გადარჩნენ ჩემი. ხო, მეც მაგას ვფიქრობ, რომ ვისაც ჭირდება კუჭის ამოჭრა. ვისაც ჭირდება. და ამოუჭრანი, მაგრამ თან ისაა რომ მე კარგად ვერ შეჭამენ ხინკლებს. ეგ აღარ შეიძლება მე. ხო, აი, ნახეთ რა, მე მყავს მეგობარი, რომელსაც ამოჭრა კუჭი და ერთ ჭამს 50 ხინკალზე, ახლა ჭამს 3 ხინკალზე. ხო, ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი ახლა. კუჭიც არ გინდა და ხინკალიც გინდა. აუ, ერთად არ გამოდის. დღევანდელი G2-s კუდის თემაა კოჩორას ტრანსფერი სპორტინგში. ეგონ პირიქით უნდა კოჩორას ტრანსფერი სპორტინგში, რავი. პირველ რიგში წარმატებას უსურვებ. აი, უმაგრესი ბიჭია, ყოველ ჯერზე შრომით ამტკიცებს თავის შესაძლებლობებს და სულ ახალ ეტაპზე გადაყავს თავისი თავი და ნაკრების, რა თქმა უნდა და ჩემი აზრით იმ კლუბში და გადავიდა, სადაც ის თამაშობდა. დიდი ბატონო და რავი, ოქროს ბურთები და ყველაფერი წარმატება მინდა უსურვო. სხვათა შორის აქვთ ამ ვიდეოს ჩაწერამდე წინა დღით ვიყავ ფურუ მაფიაში, მირიან მეფის 31 ნომერში და ვთამაშობდით მაფიას მეგობრები და რომ გავედი აქედან მაშინ მოვიდა ეს ინფორმაცია, რომ კოჩორა მოაწერა ხელი სპორტინგში, ანუ დავდე. ძალიან ცინცხალი თემაა და უსურვებ კოჩორას ისეთივე კარიერას, როგორც სპორტინგიდან დაწყებულმა კრისტიანო რონალდომ მიაღწია ყველაფერს საუკეთესოს და ჩვენი სიამაყეა გიორგი კოჩორაშვილი. გამარჯობა, მე ვარ ლინაკო, მაფიას თამაშობ მეორედ. მე მგონი ჩემი პირველი თამაში ძალიან მოეწონა, ძალიან ბევრს, იმედია. ახლა განახლებული წესებით ვთამაშობთ, ახლახანს დაამატეს ახალი გმირები და ერთი სული მაქვს, როდის დავტესტავ და ვნახოთ რამდენად გამომივა. ახალი გმირები ყავს 2 იაკუძა, სერიული აღარ იქნება. თუ იაკუძა ამომივა, ალბათ როგორც წინაზე მაგრად ვინერვიულებ, მაგრამ მე მგონი კარგად ამიხსნეს რა თამაშის პრინციპი და გავასხმევინებ ტვინს ყველას და მოვიგებ. Bold. მე ვარ ნინი, aka Dancer Nini, არ მითამაშია მაფია აქამდე. ჯერ არც მინახავს მაფია აქამდე ჯერ. მაგრამ იმედი მაქვს, რომ სატესტოში ყველაფერს დავამოღავებ მაგრა და მე მოვიგებ. იმიტომ რომ მე მაგარი ამბიციური. მაგრამ მე არ მომკლანები. სხვათა შორის ბავშვობაში რო ვთამაშობდი ხოლმე, რაღაცნაირად გამომდიოდა ყველა იქაური პოზიცია და ეხლა ძალიან ბევრი პოზიცია არის, მაგრამ დავიბენი რომ იხსნიდნენ წესებს, მაგრამ მე არ მომკლანები. შენ არ მოკლავ, ქალების სოლიდარობა. დღევანდელი G2-s კუდის თემა არის წილადები და 10 წილადები. ჩვენი თემა. მათემატიკური სკოლა გვაქვს დამთავრებული. მე არ მაგრამ კარგად ვიცი. მართლა მე რა გონია. წილადებზე და წილადებზე რა ვფიქრობ? ახარ და მეკომარავი. სხვა შორის წილადები და 10 წილადები საკმაოდ ისეთი დასაკუთრებელი საკითხია, იმიტომ რომ გააჩნია როგორ მიუდგები და რა კუთხით შეხედავ, იმიტომ რომ ხანდახან რა 10 წილადებს უფრო მეტი როლი უჭირავს ჩვენ ცხოვრებაში ვიდრე წილადებს რა. შენ წილადი იქნებოდი თუ 10 წილადი? ძალიან ისეთი ალბათ რთული კითხვა. ალბათ უფრო მაინც წესიერი წილადი თუ არა წესიერი წილადი?
არაწესიერი წერა. აუცილებლად, იმიტომ რომ ცოტა არის არაწესიერი და მეც ესე ვთვლი რომ ინდივიდუალური და გამორჩეული ვარ ამ სამყაროსგან და ასევე არაწესიერი წერა, მაგრამ წესიერი. რაღაც გეტყობა. 1.21 მე-14 რა. საინტერესო. დიახ, 21 მე-14. შევტანხმდით. დღევანდელი G2-ს ქუდის თემა არის ამწეკრანე. შენ azt ვფიქრობ, სხვათა შორის ამწეკრანები საქართველოში ძალიან მოხშირდა. და ხშირად მიფიქრია, რომ რა იქნებოდა ნეტა იმ ადამიანის სულის კვეთებადან, გულის რაღაცა ამოძახილი, რომელიც ზემოთ ზის და აკონტროლებს ამწეკრანის მართვას. მე ძალიან ვიქნებოდი იმ ადამიანის ადგილას. და თავს თავდაჯერებულად თავს ვიგრძნობდი რომ სამყარო ჩემია, იმიტომ რომ ზემოდან ვუყურებ ყველაფერს და ვაკონტროლებ. მართოდ, ეხლა მე ძალიან მჭირდება ახლა ჩემს სახლში ამწეკრანი და შეგიძლია მოხვიდე და იყო ის ადამიანი, ვინც ზევით დაჯდება. მე ვქნები შენ სახლში ამწეკრანი გინდა. კიდევ ერთი დღევანდელი G2-ს ქუდის თემა არის ფუნჯები? ფუნჯები. ფუნჯები ჩემია. ერთი კითხვა მაქვს. რადგან ფუნჯებში ძალიან პროფესიონალი ხარ, რას ფიქრობ უნდა ღირდეს თუ არა 25 ლარი ნატურალური თმის ფუნჯი. არა, როცა შეგვიძლია რომ სინთეტიკა შევიძინოთ და დავხატოთ. დიახ, არა ჩვეულებრივი ფუნჯები ძალიან მიყვარს სხვათა შორის თმასაც ხშირად ფუნჯები. გაგიკეთებია შენი ნატურალური თმისგან ფუნჯი? არა, არასდროს. არ გინდა როცადო? არა. DIY, როგორ გავაკეთოთ საკუთარი თმისგან ფუნჯი. და რამდენი უნდა დამიჯდეს, მაგის გაკეთება და რა დრო უნდა დავხარჯო, რომ ფუნჯი მქონდეს, როცა შემიძლია სამლარად ვიყიდო. ალა. მაგრამ შეგიძლია ხომ, მაგრამ ის ხო არის, რომ ნატურალური თმისგან დახატული ბევრად უფრო ნატურალური არის, ვიდრე. აი, ხატა თუ არის გემუტარები რა. ფუნჯები გვინდა, გჭირდება. გვინდა ფუნჯები. ფუნჯით დახატული ლინაკო. ნატურალური ფუნჯით.